რაზე მუშაობს ცივი-პლაზმა? რისთვის უნდა გავიკეთოთ? ძალიან ბევრი შეკითხვა შემომდის ამ თემაზე. ბევრჯერ მაქვს ნასაუბრები, კიდე გავმეორდები. პირველი, რაზეც მუშაობს ცივი-პლაზმა, ეს არის კანის ზედაპირის გაუმჯობესება. რას ნიშნავს ეს გაუმჯობესება? თუ გვაქვს მაგალითად გაფართოებული ფორები, გვაქვს პოსტაკნე ლაქები, გვაქვს ზედაპირული პიგმენტაცია, აი ამ სამივე პრობლემას აგვარებს ცივი-პლაზმა. მეორე და ძირითადი, რომელიც არის, ეს არის უკვე მოგვიანებით დამდგარი შედეგი, ეს არის ჩვენი ფიბრობლასტებიც, რომლებიც გამოიმუშავებენ კოლაგენს და ელასტინს, მათი დასტიმულირება. ყველაფერი ეს ხდება ერთი პროცედურის მეშვეობით. რაც ეხება რაოდენობას, რამდენი უნდა გაკეთდეს პროცედურა, ამას ჩვენ ვიგებთ მხოლოდ და მხოლოდ პირველი პროცედურა რო ჩაივლის სადღაც თვენახევრის შემდეგ, რეაბილიტაციას რაც ეხება, დაახლოებით 5-დან 7 დღემდე გვჭირდება რეაბილიტაციაზე. აბა ჩემო კარგებო, თუ გაქვთ კიდე შეკითხვები, დამიწერეთ და ვეცდები კიდე ჩაგეწეროთ ვიდეო.